ნაქვია ამ თვალსაზრისით ამერიკელებს ახალი არ შეიძლება დაერქვას. რასაც ქვია, ასე ვთქვათ, ერის ისტორია და სხვა, ისინიც ახლა არ აღმოცენებულან კოლუმბთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ იყვნენ მკვიდრი ამერიკელები და ყველა ვინ ჩავიდა ირლანდიელები, ინგლისელები, გერმანელები, შვედები, მერე ჩაყვანილი აფრიკელი შავკანიანები, სულ ყველას ამას თავისი ისტორია ჰქონდა თავის ქვეყანაში, ასე რომ იმის თქმა, რომ ეს ახალი ერი რახანაა, ამიტომ მას შეგიძლია ძველი ერი ვარ ჩვენ და ჭკუა ვასწავლოთ. სიამოვნებით ვასწავლით ხოლმე და მე რო ჩავდივარ, მაგალითად მისწავლებია კულინარიული საიდუმლონი და ასე შემდეგ, რომელსაც გახსნილია ეს ქვეყანა. ესეც ერთ-ერთი სიძლიერე ხო არ არის, როდესაც ის ადვილად იღებს ყოველგვარ სიახლეს, განსხვავებულობას, იმიტომ რომ მართლაც უამრავი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს იქ და არ არის ეს უცხოს მიმართ სიძულვილი ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით ამერიკის ძირითადი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მათ საერთოდ არ იციან რა არის უცხო. ახსნა ჭირდებათ, უნდა აუხსნათ, რომ უცხო ხართ, იმიტომ რომ მე პირველად რომ ვიყავი შეერთებულ შტატებში, ეს იყო კაი ხნის წინ და შეერთებული შტატების საელჩომ გაგვიშვა ეგრეთ წოდებული ვიზიტორების პროგრამით. შესანიშნავი პროგრამა იყო, მეგონი თქვენც იცით. და რო გამახსენდება ხოლმე გულისითბოთი მევსება ისეთი ყურადღებით ვიყავით ახსით და ისე კარგად იყო ეს ყველაფერი მომზადებული. მაშინ სადაც კი შევდიოდით და გვიწევდა შეხვედრა, გვიწევდა ჩვენს ეგრეთ წოდებულ ესკორტ ოფიცრებს, უწევდათ ახსნა, რომ ესენი არიან მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან და ესენი არ არიან ამერიკელები. მაგალითად მე და თალბატონი ანე მუმბი ზამბიიდან დავდიოდით ერთად, ასე მოგვიწია. ხოლო აფრიკული ენების თავისებურება, მათ შორის ზამბიურის თავისებურება, თუმცა ეს ქალი შესანიშნავი ინგლისურს ლაპარაკობს, მაგრამ მათ თავისებურება აზროვნების, რომ ყველა მამაკაცი ცხადდება ჩემი ძმა, ასე უნდა თქვას. თქვენ ვერ იტყვით მის სახელს, თქვენ უნდა უწოდოთ მას ქალიშვილის დედის სახელი, ასეთი წესები, ასე ვთქვათ. მე უკვე ვიცი ეს წესები, შევდივართ კონგრესში და უხსნის, ისე იგი გინგრიჩს, რომელიც კონგრესის თავმჯდომარეა, რომ მოვედითო მე და ჩემი ძმა და შევხედა გინგრიჩმა შევხედა და არ გაიკვირვა, იმიტომ რომ ესეთი დაძმა, შავკანიანი ქალბატონი და თეთრი ვაჟბატონი არის ამერიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ესე იგი არ არის ისეთი ხშირი, როგორც ჩვენ ფილმები გვინახავს სიდნეი პუატიეს მონაწილეობით, თქვა სხვა. მაგრამ ახალგაზრდობაში კვლავ შეიმჩნევა ეს სწრაფვა შერევისკენ, რომელიც არის ძალიან ნორმალური და ამერიკელებისთვის მისაღები, სრულიად მისაღები მოვლენა. აღარავინ არ ითვლება ასე შენზე დააბლა და ასე არ არის, არ უყურებენ ასე. და ეს არის კულტურა, მაღალი, ძალიან მაღალი კულტურა. მაღალი სამოქალაქო კულტურა, მაღალი საგანმანათლებლო ცენზი. ჩვენთან გონიათ, რომ ამერიკელები გაუნათლებლები არიან. შეიძლება ამ სტერეოტიპს ქმნის ის, რომ ქვეყანაში ჩვენთანაც არ ჩამოდის ახლა ყველაზე უფრო მთავარი ახლა ჰარვარდის რექტორის მაგივრად ჩამოვა რომელიღაცა ძალიან უნიშნულო უნივერსიტეტის კურსდამთავრება. ესეც გასაგებია და შეიძლება რაღაც არ იცოდეს. მაგრამ თუ განათლებას შევხედავთ იმ კუთხით, როგორც ისინი უყურებენ, ამერიკული განათლების სისტემა ასეთია, რომ ადამიანს უწევს, სტუდენტს უწევს 20 საათი მუშაობა ყოველდღიურად. ჩვენი სტუდენტები შესანიშნავად უძლებენ ამ ტემპს, თუ ამერიკაში არიან. მაგრამ საქართველოში რაც ხდება, ამ ტრაგედიას ამერიკა ვერ გადაიტანდა, თქვა ასეთ რამეს, რომ სტუდენტებს ამასწინათ ერთი გადაცემა აჩერებდა და ეკითხებოდა ჩემი ხატია სამშობლო ვისი სიტყვებიო და აკაკი წერეთელი ვერანაირად ვერ დაასახელა, თუმცა კი სტუდენტები არიან, ანუ გამოსტარდ ჩაბარებული სკოლა აქვს დამთავრებული სხვა. აი ასეთი რამ, მაგალითად, we are the people ვინ თქვაო, ანუ იგივე ხო დაახლოებით იმ ფასის სიტყვა ამერიკაში კითხვა არ არის. ну შეიძლება ნახოთ დაუმორჩილებელი მოქალაქე, პრინციპულად არ გეტყვის, იმიტომ რომ არის ესპანურენოვანი გუშინ ჩამოვიდა და არ აინტერესებს, არის ეგეთი ხალხიც. ძალიან გვიან ხდება აბსორბცია, მაგალითად იაპონური მოსახლეობის ჩინელები მეორე თაობაში უკვე ძალიან კარგად არიან, ასე ვთქვათ, ინტეგრირებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაფერი აქვს ინტეგრაციისთვის მომზადებული და მათი მთავარი საგანი განათლებაში სკოლაში არის ეგრეთ წოდებული civics, რომელიც ერთდროულად არის ამერიკის ისტორია და უფლებათა ისტორია.
ცოტა გადახრილია, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების სასარგებლო მსოფლიო ისტორია. და ისეთივე ჰიპერმნიშვნელობა აქვს მინიჭებული ზოგიერთთან, მაგალითად ჰარპერს ბერიზე თავდასხმა, ცნობილი ამბავი არის. როცა მიდიხართ მე ადგილზე და ამ თავდასხმა რაღაც კოლოსალური წარმოდგენებია, რომ ერთი ქოხი აუღიათ ისეთი დამპყრობლებს, აჯანყებულებს. ცოტა გიკვირთ, რომ ისტორია ასეთი არის. რა თქმა უნდა, შეიძლება მათ არ იცოდნენ რაღაცეები. მაგალითად, შუა საუკუნეების საქართველოს ძლიერი სახელმწიფო იყო, ამერიკაში შეიძლება ვიღაცა მარიცოდეს. საერთოდ რუკაზე რო აჩვენებთ საქართველოს ეტირებათ რა პატარები ხართ, მაგრამ სამაგერ პატივსცემენ იმას, რომ რა ძველები ხართ და სხვა. ძალიან გახსნილი არის საპარტნიოროდ. და არა მარტო სხვისი კულტურის ათვისება შეუძლია, არამედ იოლად შეუძლია ურთიერთობა. ძალიან გულსხველი და კეთილი პარტნიორია და ახლა ესე არ უყვარს ღალატი არავის არ უყვარს. შეერთებული შტატები თქვენ თქვით, რომ ახლა თვითონ ლაპარაკობენ მულტიპოლუსზე და რა თქმა უნდა, სოფლიოში არანაირი მულტიპოლუსი ახლა არ არის. ყველა მიცის, რომელი ქვეყანა არის წამყვანი და შეუძლია. და ეს არის დიდი პასუხისგებლობა, რომელსაც ხანდახან ვერ ართმევენ თავს და ეს არ არის გასაკვირი. ლევან, ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალ და რეკლამის შემდეგ დააბრუნდებით ეთერში. ჩვენ დააბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ლევან ბერძენიშვილია ჩემი სტუმარი. მე ვიცი, რომ თქვენ ბოლო ჩასვლაზე ქონდათ ლექციები თუ არსები ვაჟა-ფშაველას შესახებ. ესეთ გახსნილად და ჩვენ ხო გვაქვს, რომ აი ჩვენ რომ გვესმის ის უცხოელი ან თუნდაც ვერ გაიგებს ვაჟას ფენომენს. როგორი ეს არ არის მართალი, იმიტომ რომ მე არ ვიყავი პირველი, ვინც ვაჟა-ფშაველაზე ესაუბრა ამერიკელებს. ამ 10 წლის წინ ქართულმა თეატრმა, სინეტიკ თეატრმა, რომელიც არის ვაშინგტონის, მე არ შემეშლება რომ თქვა საუკეთესო დასი და ახლა ქართველები არიან ხელმძღვანელები და ერთი-ორი მსახიობი, დანარჩენი ამერიკელები არიან, მაგრამ ეს არის პაატა ციკლუშვილი, ეს არის მისი მეუღლე ქალბატონი ირინა ციკლუშვილი, ეს შესანიშნავი, აბსოლუტურად გენიალური ადამიანები არიან ორივე. ეს არის ბატონი კოკილოვ თქიფანიძე, კომპოზიტორი, ასევე ძალიან მაღალი რანგის და დიდი ნიჭიერების და ეს არის ჩვენი კახი კავსაძის ვაჟი, რომელიც კარგი მსახიობია. თვითონ ბატონი კახიც მონაწილეობდა მაშინ ინგლისურ ენაზე და შეასრულეს ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელი. ეს სტუმარ მასპინძელი ჩაითვალა დეკადის, ანუ 10 წლეულის საუკეთესო სპექტაკლად. ეს არის ამერიკის დედაქალაქის თეატრალური საზოგადოების აზრი. ეს არ არის ასე თქვა. საქართველოს ნაკლებად არის ეს ამბები ცნობილი, იმიტომ რომ აქ სხვა ტენდენციებია, სხვა რამეებია. ისეთ თანამედროვე თეატრი, როგორც სინეტიკია, საქართველოს არ აქვს. სინეტიკი დგამს უსიტყვო შექსპირს, მაგალითად, ეს არის პანტომიმა, მუსიკა, მოძრაობა და შექსპირის ზეპირად იცის ყველამ და ამიტომ სიტყვები არ არის საჭირო. მაგრამ ამავე დროს დგას მაგალითად სულიად სიტყვებიან სპექტაკლებსაც, მათ შორის ოტელო, რომლის პრემიერა ამ დღეებში შედგა, მე ბილეთი მქონდა, მაგრამ აგერ ჩემთან ხარ სულ ვერ წავედი, მაგრამ კიდევ იქნება, ასე ვთქვათ. და მანამდე რამდენიმე პრემიერა ქონდა. როდესაც დაიდგა სტუმარ მასპინძელი, იქ აღინიშნა ორი რამ. რა დაინახეს, ასე ვთქვათ. იქ აღინიშნა ღირსება და ველურობა ერთდროულად. და ეს ვაჟა-ფშაველას უნდა მოესმინა, რა შეფასებები მიეცა მის ნაღვაწს ამდენი ხნის შემდეგ ერთ-ერთ დახვეწილ აუდიტორიაში, იმიტომ რომ კი ბატონო შეიძლება თეატრალური თვალსაზრისით ახლა ნიუ-იორკია მსოფლიო დედაქალაქი, ნუ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს ვაშინგტონიც არ არის თლად ჩამორჩენილი, რამდენიმე ასეული თეატრი აქვს და ახლა ჩვენი რო გამოირჩა და ესეთი კარგი რო არის ეს ბატა დიდი ნამუშევარიც არის, მაგრამ ამავე დროს იმ საზოგადოების გახსნილობაც არის, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველა რთული ავტორი არის, ახლა ვისაუხსნელი, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველა არ არის ერთ ისტორიულ დროში ჩაკეტილი. მასთან ერთდროულად ხელის მოჭრაზეცაა ლაპარაკი, თოფის ხმარებაზეცაა ლაპარაკი და ნიჩიანულ მორალზეც და 21 თუ 22 საუკუნის იდეებზეც. ამიტომ იქ გარკვევა არ არის ადვილი თუ რომელი საუკუნე რა ეპოქაა და რაღაცა ამერიკა ჭირდება მართლა ამის საქმეს და შესანიშნავად არის. მოგეუბნეთ მოიწონეს და ითვლება 10 წლეულის საუკეთესო სპექტაკლი. ამავე დროს ჩემს იქ ყოფნისში
დაიდგა ეს სპექტაკლი, განიმეორეს კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის. ასე რომ მე მაგ უნივერსიტეტში რო ჩავედი, ნაყოფიერი აუდიტორია დავხვდა. მესმეთ უცნაური ამბავი იყო, ჩეჩნური პანელი იყო, ასე ვთქვათ, ჩეჩნურ კულტურაზე, ჩეჩნურ მოძრაობებზე და ბოლოს ახლა ტერორიზმზე და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზული საგარეო ურთიერთობათა სკოლაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა არის კოლუმბიის უნივერსიტეტში. კოლუმბიის უნივერსიტეტი ყველა